მოდი სამებით მეგობრებო. ჩემს ინტერვიუს მეგობრებო რაღაც არასასწაული ჰეითი მოყარა. და ახლა მინდა კომენტარები წავიკითხოთ, თქვენს კომენტარებზე გავცე პასუხი. ყველაფერზე საერთოდ. არ არის არანაირი პრობლემა. გაინტერესებთ და გავიგოთ. სად არის? ვიდეოს რა აწერია დედა? 2 წამით ვიდეოს ვერ პოულობ. ვიდეოს ვერ პოულობ. ხა, კითხე პასუხი. 2 წუთი არაფერი კითხვა პასუხი არ მინდა ვიდეოს. დეკლა არის გაბრაზებული ხალხო ძალიან. ვიდეოს ვერ პოულობ. რას ვერ პოულობ შეჭეთო საწახვედი. ალა. ბოი, კეთუსა. აკოლაკო. შეგიძლია გახვიდე. ზედმეტი არაფერი თქვა იცოდე. 2 წუთი უნდა წავიკითხო საერთოდ ყველა კომენტარი. ანუ მე ვშლიდი, რამოდენიმე ცუდი კომენტარი დაიწერა და ვშლიდი, რომელზეც თეკლა მითხარ, არც ერთი კომენტარი არ ხო ასე მითხარი, ყველა გამოაქვეყნე. მითხარი თუ არა? 2 წუთი ვისაუბრე. კომენტარებს რო ვშლიდი, ხოლმე მითხარი შენ თვითონ გამოაქვეყნე. ხო, იმიტომ რომ უნდა გავცე ყველა კითხვის. ეხლა რატო ბრაზდები უკაცრავად? 2 წუთი. ძალიან მაინტერესებს ხალხს რატო აქვს ესეთი დამოკიდებულება ჩემს მიმართ და ეხლა წავიკითხავ კომენტარებს და კითხვებსაც პასუხს გავაქცევთ, არ არის არანაირი პრობლემა. დავიწყეთ. ვიღაც ეზოთერიკა H2K. პრივეტ. კეთი ვიცი ეხლა დამბლოკავ ძალიან გთხოვ მიიღო კრიტიკა და არ დამბლოკო, ძალიან მიყვარხარ. წინა ემაილით ვერ გწერ ტელეფონი მომპარეს. ანა ვარ. ვიმედოვნებ არ დამბლოკავ კეთი კაი. ჯერ წერა ვისაუბროთ. კეთი საერთოდ არ გგავს თეკლა შენ. აი თუ არ გააკონტროლებ ეგ შენ ანტონიოს ოჯახს დაგინგრევს. ეგ არის მამის მხარეს. კაი, მოდი თანდათან მივუყვეთ, ხო? მამა ჩემის და დედა ჩემის მხარე აქ არ არსებობს. აქ არსებობს მშობლების სიყვარული. და უბრალოდ სხვა დამოკიდებულება მაქვს და ეს უკვე მე ვიცი. იმიტომ რომ ამ ყველაფერს მე გავდივარ, შენ არა. გავაგრძელეთ. მამის მხარეს საერთოდ ასე მგონია, პატივსაც კი არ გცემს ბიჭებს. ძალიან უყვარ ხარ. იგიც რომელი გოგოა? არ მაინტერესებს. ის კომენტარი რო დაწერა, მივედიო და უთხარ ჩემ გამომწევ. ხო, მაგასაც ვიტყვი, არა, მე არ მიტყდება მაგის თქმა, იმიტომ რომ მოგონილ ამბებს მიდებთ აქ. გოგო, ნუ იჭი. არ მაინტერესებს 2 წუთი. ეს ვიციმება ნერვები მე წავედი ყავას დავლე და მერე მოვცე. საერთოდ ასე მგონია, პატივსაც კი არ გცემ. მოიცა? ხო, გავაგრძელეთ. ჩემი უპატივცემულობა სად დაინახე საყვარელო? ეგ მაინტერესებს ძალიან, მართლა. ბიჭებს კი ძალიან უყვარხარ. ყველა შულს გვიყვარს დედა. რო იცოდე მაინც. მე როდესაც საქართველოში იყო თეკლა, ლაივს ვუსმინე, მე შემრცხვა მან შენზე და ანტონიოზე რა ისაუბრა და გავიგე. საყვარელო, რომელ ლაივზე გაგლაპარაკი? თუ გაქვს ჩანაწერი, ჩამიგდე. მართლა მაინტერესებს რომელ ლაივზე გაგსაუბარი, იმიტომ რომ მე ეგეთი ლაივი არ ვიცი. ერთადერთი ლაივი მქონდა ჩართული და ლანძღვით არ შემოვფარგლულ ვარ. რაღაცები ვილაპარაკე, რაც იყო სიმართლე სხვათა შორის. ვიდეოს ვწერ. Wait. ხო, ვიდეოს ვწერ. გავაგრძელეთ. ბიჭების იმედი მუდამ გქონდეს. თეკლა კი ყუილად უკეთებ, ამაგს მაინც არ დაინახავს. ჩემი დაუნახავობა სადაინახე, მართლა დაუნახავო ადამიანი, ანუ მართლა ეს არის შური, შენ ლაპარაკობ შურით და ბოღმით, სხვა არაფრით. ამხელა გოგოა, გვერდში ამოგიდგეს იმის მაგიერ კარგს არაფერს აკეთებს. ძალიან გითანაგრძნობ, რომ ხელიდან წავიდა შენი გოგო. ხელიდან წასული ვინ არის მგონი ვხედავთ. ამას წერს დაახლოებით მეგობრებო.
ამას წელს დაახლოებით 19-დან 25 წლამდე ადამიანი, მეტი იქით არ იქნება. შენ ეგეთი შვილები არ უნდა გყავდეს. ღმერთმა ჩემნაირი შვილი მოგცეს. ვიცი გეწყინება, მაგრამ მწარია სიმართლე, ეს შენ იცი. სიმართლე არის ყველაზე ცუდი რაღაც თელს დედამიწაზე რო იცოდე. აი უზომოდ მიყვარხარ და უაზრო შვილი რო გამოგივიდა, ვერ ვიგებ. უაზრო შვილი როგორ გამოგივიდა, ვერ ვიგებ. უაზრო მე ვარ, ანუ მეგობრებო, აქ უაზრო. თეკლა ცხენოდეს, დედა შენი ზურგს უკან შენ რას ლაპარაკობ, უკან შემოგიბრუნდებაო. რას ლაპარაკობ, ანუ მეც გამაგებინეთ, რამის ლაპარაკობ და არ ვიცი თუ როგორ არის ჩვენი საქმე. მამა შენის ნაირი ქმარი შეგხვდება და მერე ვნახოთ როგორ იჭიქჭიკებ. მამა ჩემის ნაირი ქმარი თუ შემხვდება, არ შემხვდება, იმიტომ რომ მე ვიცი ხალხის არჩევა და მე სუდი არაფერი არ მithქვამს. დაჟე მე არც გავამართლე მამა ჩემი იმ საკითხში, ოდია ჩემს ღალატობდა. მაგრამ მამა ჩემია, ხო? შვილო ისწავლე, განვითარდი, რა გინდა საწყალი დედა შენისგან. საწყალი ვინ არის? ძალიან მაინტერესებს. გონი ვხედავთ, ხო? პირდაღებული რო ხარ, მთელი დღე ერთი წიგნი მაინც წაიკითხო. იმდენი წიგნი მაქვს წაკითხული ცხოვრებაში, რო არ მოგაგონდება ალბათ. არა შვილო, შენგან ქალი ვერ დადგება. დედა შენი რა სუფთა, რა შრომელი, რა ნიჭიერი, რამეში მიბაძე. ჩაკრასკული დადიხარ ქალს დაემსგავსე 30 წლისას, კარგი რა, თუ ესეთი მაგარი მამა ყავს, დატოვე ძმები და წადი შენ მამასთან, დააცადე ამ ხალხს მშვიდად ცხოვრება. შენ მიმითითებ, გოგო, მე რა გავაკეთო? შენ ვინ ხარ ვაფშე? არავინ არ ხარ, ხო? ნაგვის ტოლფასი ხარ ფაქტიურად. ქეთი შენ არ იყო ქალი თუ ანტონიოს დაშორდე. და ბავშვი არ გაუჩინო ანტონიოს, არის კაცი ეტალონი. დედა ჩემ ბოქს აღარ გააჩის არასოდეს, გინდა ანტონიო იყოს, ვინც არ უნდა იყოს. ჯერ მან დედან დავიწყო და მე მეორე კიდე არავინ არავისთან დაშორებას არ აპირებს. მით უმეტეს ეხლა 100-ჯერ ვაფასებ, რადგან თეკლას იტანს იმიტომ, რადგან მე მიტანს მეგობრებო, დედა ჩემი უფრო აფასებენ. ქეთი, ეხლა შემოარტყი, თორემ ეგ უკვე ხელიდან წავიდა. ხელიდან წავსულარ, მეგობრებო, დედა შემომარტყი. აი გეფიცები, შენ რო ჩემი შვილი იყო, ენას ამოგაგლიჯავდიო, ღმერთმა ჩემს 100-ჯერ უარეს შვილი გყოლდეს. შენი ყველა ვიდეო ნანახი მაქვს, როგორ ლანძღავს საწყალ დედამის და ანტონიოზე ცხოვრებაში ცუდი არასოდეს არ მithქვამს. და ღმერთია მოწმე მაგის და აი ეს შენ ტყუილები ბუმერანგივით დაგიბრუნდება უკან. შის კომენტარი კი წაიშალა, მაგრამ მე ძალიან კარგად მახსოვს ასაწერა, მაგალითად გაქცე პასუხს. შენ მამა შენისნაირი არამზადა გენეტიკის ხარ. ქეთი მეწოდები გულით, მაგარი ქალი ხარ, მთელი ცხოვრება უნდა იცხოვრო ბედნიერად და ეგ გოგო, შენ ბედნიერების საშუალებას არ მოგცემს, აგერ მე და აგერ შენ. კაი, სხვა კომენტარს და გავაგზავნებთ მერე, მეგობრებო. დაიწერა კიდევ ესეთი კომენტარი ამ ადამიანისგან. მე ქეთი შენი გოგო დავინახე, ვიღაც ბიჭთან სასაობდა. ჩემ მეზობელთანოთან. მივედი და ვუთხარიო, რომ შენი გამომწერი ვარო და არ გრცხვენიაო. გამლანძღაო და უკან გამომიშვაო. ანუ ხალხო ცილს ვის სწამებთ პროსტა. ანუ შენს გინდა? მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ მე ეგეთი რაღაც არ გამიკეთები არასოდეს, მით უმეტეს ქუჩაში, რასაც ქვია, ჯერ მაგათი სირცხოლე არაფერი არ არის და გარეთ რო ხედავ და საზოგადოებრივ ადგილებში ეგეთი რაღაც რო ხდება, მე თვითონ გული მერევა და გულის რევის რეფლექსები მაქვს. და თქვენი აზრით მაგას მე გავაკეთებდი?
შენ ერთი იცოდე რომ ღმერთი ზევიდან იყურება. აი მარტო მაგას გეტყვი, ღმერთი ზევიდან იყურება. ქეთი, თეკლა რო ჩავა საქართველოში, შეგიძლია ფინანსურად არ დაეხმარო, 3 კვირა არ დაურეკო და მე გაიგებს ეგ ნორმალური თუა, დანარჩენი შენიცი უკეთიცი ყველაფერი. დედია გული მაინც ხბაო. დედია გული მაინც ხარას ნიშნავს ვერ გავიგე. მარიამ. მე რო საქართველოში ჩავალ, მე არავის ფინანსები არ დამჭირდება. არამც თუ დედა ჩემის, არამც თუ მამა ჩემის. მე იმის ტრაკი მაქვს, რომ აუდგე და ვიმუშაო, იმიტომ რომ ღმერთმა ორი ხელი და ორი ფეხი მომცა. მამა შენისგან იმიტომ არ ითხოვ საყვარელო, რომ დედა გინახავს. რა თქმა უნდა. და დედა ჩემს ვარ შემინახოს, მე ვმუშაობ. და ჩემთვის მე თვითონ შევინახავ. თეკლა შენ იცი შენი საქმეა, მაგრამ მე მასეთ მამას არ დავურეკავ და არც მოვიკითხავ. ქეთი არის შენთვის გვერდში დედა გიდგას და დედა დააფასე. ქეთის გული არ გაუტეხო, დედა შენ გვერდში, დედას გული არ ატკინო, აზრი ვერ გამომაგ. ჯერ კიდე არ ფიქრობ სწორად, როცა შვილი გეყოლება, მე მიხვდები დედა სწორია. ანუ იქნებ ხალხო იქამდე ვერ ვახსევ რომ შვილი მყავდეს. მაგას რომ თავი გავანებოთ. რატო არ დაურეკავდი? მამა ჩემს რამე აქვს ცუდი გაკეთებ, ანუ მე თუ ვლაპარაკობ, თუ ცუდად ვილაპარაკე, ეგ იმის უფლებას არ გაძლევს, რომ შენ ცუდად ვილაპარაკო მამა ჩემზე. ეგ რო იცოდე. ქეთი საყვარელო გისმენთ და ნერვები მეშლება, გეხვეწები მიხედე შენ თავს ბიჭებს და ანტონიოს პირველ რიგში. მეც ვხედავ, რომ ისინი უფრო გაფასებენ, მე ჩემს ბიჭებს არ ნახული გავუკეთე, დღეს აღარაფერი ვარ, იცოდე, გაფასებ ძალიან. ეს თუ თქვენ შემთხვევაში მოხდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში ეგ ხდება, ქალბატონო. მაია. გაოცებული ვარ ქეთი, ეს რო შენი შვილია. შენ ისეთი სტროგი მამალი ხალი ხარ, ესეთი შვილი არ მჯერა რომ შენია. ქეთისნაირი დედა ჯილდოა და ამას ვერასოდეს მიხვდება თეკლა. ქეთი, ყველა კითხვა სწორედ დაუსვი, უბრალოდ თეკლა აცილებას ეკეთებს მამაზე. გიორგი ყველაზე მეტად მიყვარს, ეს არ მომეწონა დედა, რომელიც გადაყოლილი ხარ შვილებზე, ესე არ უნდა ეთქვა. რა ვქნა, მე მასეთი მამა არ მეყარებოდა, მით უმეტეს უკარგესი მყავდა, ანტონიოს კი ეტყობა, იშვიათი არის. შვილი გააჩინე ქეთ, გისურვებს უბედნიერი იყო ანტონიო. თქვენ რატო წყვიდავ დედა ჩემს შვილს გააჩინეთ, რას გააკეთებს, მართლა ამბიციები სადამდე გწვდებათ. ქეთი, ეხა ასმაგად უფრო მიყვარ ხარ. თეკლა გონს მოუხე, ცოტა დაფიქრდი და დედას გვერდში ამოუდექი. მამას უნდა გიყვარდეს, მაგრამ იმდენი ანალიზი უნდა შეგეძლოს, დედასა და მამას შორის განსხვავება დაინახო. განსხვავება არასოდეს არ უნდა გააკეთო დედას და მამას შორის. ორივე ერთნაირად უნდა გიყვარდეს ყოველთვის, ეგ რო იცოდე. განსხვავებულია ქალიმის გულში, იმდენი დარდი და გულის ტკივილია, ამას მე ვხვდები უცნობი ადამიანის შენ რამ გაგიქვავა, თურმე ქვის გული მაქვს. დაფიქრდი ცოტა, მოეფერე შენ დედას და დააფასე სათანადოდ ქუჩის ცხოვრებიდან. რა განთავისუფლა და კიდე მამას ვხვდი მადლობა. შენ დიდი გოგო ხარ. მოზარდი შვილი მყავს 9 წლის. იმარო ასე მატკინოს გული, ცოცხლად მოვკვდები. ზუსტად ასეა ქეთის. კარგი გოგო ხარ, ბევრი ფიქრი გმართებს და გირჩევ მერე შავსა და თეთრს. გაარჩევ მერე შავსა და თეთრს. წარმატებას გისურვებ და მომავალ საწყობაზე იფიქრე და არა ქუჩაზე. ქუჩაზე ვინ ფიქრობს? და მე თუ ქუჩის ცხოვრება მომინდება, შენ არავინ არ გიკითხება. ქეთი, მიყვარ ხარ გულშიო. მშობლები ერთნაირად არიან ვალდებული, ამაში გეთანხმები ქეთაო. ქეთი, მიყვარ ხარ და მეცოდებიო. თქვენი შესაცოდი რა შეერს დედა ჩემს. თეკლა, ბედნიერ მომავალს გისურვებ, ვიცი ახლა ცოტა დაბნეული ხარ, მაგრამ სანერვიულო არაფერია, დაწუნებული ვარ, მამასაც უყვარ ხარ და შენი უსაყვარლესი დედიკო კი აი ყველაფერს აკეთებს, როგორ
შრომობს, რომ კარგად იყოთ თქვენ. შენ კიდევ პატარა ხარ თეკლა, მაგრამ ძალიან ჭკვიანი და ასიანი გოგო ხარ. დაწნებული ვარ წინ ბედნიერი მომავალი გელის თეა. მადლობა თეა. ქეთი საღო, აი საღო, მიყვარხარ და გისურვო პირველივე დღიდანვე მაგარი გოგო ხარ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა მარტო აღზრდა რას უშველის, არა უშავს კიდევ რომ ჩამოვა და მამამისი რაღაცა ბრერე მიხვდება ინანებს ქეთო თეკლა ძალიან კარგი გოგო ხარ არ მომწონს ხალხის კომენტარებში შენ განსხვავებულ აზრს აგრესიით რო ხვდება თუმცა მე ვეთანხმები იმას რომ ჯერ დედიკოს გოგო იყავი და მე მამის სიყვარულით ვერავინ დაგიშლის რეალობა სწორედ შეფასდება რაც უფრო გავაძალიან კარგები ხართო მადლობა ანტონიო ჩვენ შეგვიყვარ და გაიხარეთო ჩვენს გვიყვარს რატო ითხოვთ თეკლამ მშობლები შეაფასოს რატომ უნდა გქონდეს გულში სიძულვილი საერთოდ ამ კითხვაზე რა საჭიროა ლაპარაკი და ჩვენი ჩარევა მართალია გოგო ერთი წელია მე ხვეწები ინტერვიუ ჩავწერე ინტერვიუ არ ნიშნავს რომ კითხვა პასუხი და სხვა კითხვა პასუხი უნდა დაგიწყოს სკოლაში 2 თუ 5 აი რატო წინა რა კითხვა დაგიშვა დისკოტეკებზე როგორ ერთობოდი რა კითხვა დაგიშვა და ღამის ქუჩაში როგორ ათევდი რა კითხვა დაგიშვა ძალიან კარგად ვათევდი ღამის ქუჩებში ვერთობოდი მე მადლობელი ვარ რომ ეგ დრო გამოვიარე და ვიცი რაც არის ქუჩაში გათენება არ ცვენია არა შემომხედე გოგო მე ანტონიოზე მომეწონა კიდე კაიო თეკლა ორივე ვალდებულია რომ შვილი შეინახო როგორც ქეთის უნავს ასევე მამის უნდა იზრუნოს იმაში კი გეთანხმები როგორც არ უნდა იყოს მშობელია მართალი ხარ რა კითხვებია ეს მაპატიეთ მაგრამ ყოჩახ თეკლას თავისი აზრი აქვს და აზროვნებს შვილისთვის წარსულის შეხსენება საჭირო არ არის ფაქტობრივად მამას აძულებ ქეთი არ გეწყნოს მაგრამ თეკლა ხალხში შენობა სწორედ ჩვენზე უფრო სწორად აზროვნებს სად შევაძულებ მოდი კორექტულად ვისაუბროთ არავინ არავის გოგო ერთი წუთი ხა ნუ მაძალადე ხელები კი არა გოგო სახით არ გათრო ჯერატონი გაქვს და რას მექალები და მევაჟნებია მომისმინე ხა თქვენ მომისმინეთ მე სად ნახე როგორ თავი გადა ეს მსახიობობის ნიჭი ჯერ კიდევ გვაქვს ანუ არ დაგვიკარგავს და ეს ძალიან დიდი მადლობა გოგო რას მე ტიპები შედებილად ხო არ ხარ მე არ გითხარ მე არ ვშლიდი ყველა კომენტარს შენ არ მითხარი გამოაქვე მე ვშლიდი ყველა ცუდ კომენტარს რაც თეკლაზე იწერებოდა ესეც იქ იყო რომ მითხარი გამოაქვეყნე არ იყო ეგრე ხო მაგრამ ანუ მე მაინტერესებს რომ ანუ არ მინდა არა არ ვტირი ვარ რა არის მიზეზი რომ ხალხი ჩემზე არის ესე განწყობილი მე არაფერი ცუდი არ მithქვამს ამას ერთი წუთი გაჩერდი მე არა დამასრულებინე აი ნახე ნაჩრები ლაპარაკი სიმხელა პატივისცემას არ არის დამასრულებინე გოგო რა პატივისცემაზე მელაპარაკებით პროსტ აი 2 წუთი მომისმინეთ რა უბრალოდ ამიხსენით მე რა გავაკეთე ისეთი რომ თქვენ გძულ ვართ აი მართლა მაინტერესებს დედა ჩემს პატივს არ ვცემ მე თუ ჯერ იქნა დავიწყო დედა ჩემს ძალიან დიდ პატივს ვცემ და სულ რომც მე დედა ჩემს პატივს არ ვცემ და ეგ არ არის შენი საქმე და შენი განსახილველი მით უმეტეს კომენტარებში და იმ გრძელ 2 მეტრიან კომენტარს ჰქონდა 29 ლაიქი და მაგ კომენტარში ერთი სიმართლეც ვერ დავინახე რომ თურმე ჩემნაირ შვილს ჯობია ადამიანის შვილი არ ყავდეს მომისმინე გოგო ძალიან დიდი წარმოდგენები აქვს საკუთარ თავზე და მოდი ყველამ თავის გულს მამიდას ეს ყველა კომენტარი არ გენახა საწახვედი გოგო რას მეციგნებია წავედი რა ან ხალხს ვერაფერს ვერ გააგებინებ დაქნეულები არიან ზედმეტი ლაპარაკი არ ვიცი ხალხო აი ესეთი აგრესია გამოიწვია თეკლასთვის კომენტარებმა თუმცა მე ვუთხარი რომ თეკლა თქო მე ვშლიდი კომენტარებს ვკითხულობდი და მოვიდა ესა ლავა მანახირა კომენტარებს აიკითხა და იზერავ და არაფერი მეთქე დაჟე იმაზე ცუდიც ითქვა რაც არ მინახებია და წავშალე ხო და მე მითხრა რომ გაფიცეფო თუ ყველაფერი არ გამოაქვეყნა ნუ შლიო მე si sto qua vengo მოიცა Renza, che marina sola. ხო და აზრი კი არ გამიწყდა და არ ვიცი რას ვამბობდი. ერთი სიტყვით არ გინდათ აგრესია და მე ვიცი ჩემი შვილი როგორია, მანაც ის როგორია. მეც ყველაფერს ხედავ, თეკლას ყველაფერს ხედავს, ჩვენ ვიცით ვინ რა არის. თეკლა არის ჯერ კიდევ ბავშვი და ბავშვს ჰეითი არ უნდა მოდიოდეს.
მეც შემიძლია ეხლა რომ როგორც თეკლა იყო აგრესიული და ისეთი მომართებული ამბრაზისკენ და აგრესიისკენ მეც შემეძლო მსგავსი ის მექნა ეხლა არა თავს შევიკავებ იმიტომ რომ არ მინდა ყველას გაფასებთ ყველას ძალიან დიდ პატივს გცემთ არ გვინდა გაგოცეთ ბევრს არ გავაგრძელებ არ მეგონა თუ ეს აგრესიას გამოიწვევდა ეს ჩვენი კითხვა-პასუხის ვიდეო სიმართლე გითხრათ და ძალიან დიდი ხანი ვიკავებდი თავს ამ კითხვა-პასუხის ვიდეოსთან დაკავშირებით თეკლა ყოველდღე მეუბნებოდა ჩავწეროთ აგერ ჩავწერეთ და მე ისე გამოვდი დამნაშავე გვინდი მამა ნაცარი არის ბედნიერი დღე ყველას